ოცნების რეპრესიების შედეგად დაკავებული მოქალაქეების პროცესები ერთმანეთის მიყოლებით გრძელდება. დღეს გუშინდელ აქციაზე დაკავებულებისა და გადადებული პროცესებიც უნდა გაიმართოს. დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლე შუალედებით 10-მდე სხდომაა დაგეგმილი. იმსჯელებენ რამაზ ზოსიაშვილისა და ალექსანდრე რაზმაძის საქმეებზე, რომლებიც გუშინ დააკავეს. ასევე გუშინ წინ დაკავებული ანი ძულიაშვილის საქმეზეც, ასევე დაგეგმილია კიდევ 5 ადამიანის პროცესები, რომელთა შორის არის ჟურნალისტი და ეროვნული მოძრაობის წევრი ლეილა ცომაია, რომელიც ორჯერ უკვე იყო პატიმრობაში, ასევე 76 წლის გურამ ქუხილავა, რომელიც დაკავებისას პოლიციის მხრიდან შეურაც მყოფელ მოპყრობაზე ლაპარაკობს. ლიზი ვეკუა მოგვიყვება დეტალებს. ლიზი, ხომ არ დაწყებულა უკვე რომელიმე პროცესი? წუთი-წუთზე დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სახთელის გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირის იოსებ ხეოშვილის სასამართლოს ხდომა. მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ იმ ადამიანების პროცესები გაიმართება, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა. გეტყვით განრიგს, როგორც გითხარით, იოსებ ხეოშვილის პროცესი წუთი-წუთზე დაიწყება, შემდეგ იქნება კოკო მიქაია, შაკო ბაღდაშვილის, გურამ ქუხილავასა და ლეილა ცომაიას სხდომებით. ლეილა ცომაია გუშინ მოსამართლემ უკვე გაუშვა ერთიან პატიმრობაში. საინტერესოა დღეს როგორ განვითარდება მოვლენები მის სასამართლოს სხდომაზე. რაც შეეხება იოსებ ხეოშვილის სასამართლოს სხდომას, როგორც მისი უფლება-დამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ის უკვე რამდენჯერმე დაახლოებით 3-ჯერ იმყოფებოდა პატიმრობაში, რა დროსაც მოსამართლეებმა მის შემთხვევაში გამოიყენეს 5,000 ლარიანი ჯარიმა, რადგან კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან დაკავშირებით მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობა. სწორედ ამიტომ მას დღეს აქვს იმის მოლოდინი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კვლავ დააკისრებენ 5,000 ლარიან ჯარიმას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის იოსებ ხეოშვილი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც აქციაში იღებდა მონაწილეობას, მის აზრს და პოზიციას გამოხატავდა, ასე ვთქვათ, ღიად. ამის გამო შშმ პირი, მიუხედავად მისი სტატუსისა, იქნა 3-ჯერ დაკავებული და 3-ვეჯერ სასამართლოში გადმოყვანისას ვიშუამდგომლებთ ადვოკატებმა, რომ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის მოგცემოდა შესაბამისი დრო. დღეს განიხილება 2 ადმინისტრაციული საქმე მის წინააღმდეგ, როგორც სამართალდარღვევა, მოხატავდა მის აზრს და პოზიციას მშვიდობიანად ყოველგვარი ძალადობის გარეშე და ამის გამო დღეს ხედავთ, რომ სასამართლოშიც ნამდვილად, ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიება იქნება გამოყენებული მის მიმართ. პირველ ორ შემთხვევაში უკვე დააკისრა მოსამართლემ 5,000 ლარიანი სანქცია, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობას ვერ გამოიყენებდნენ. დღესაც მოლოდინი გვაქვს, რომ დაეკისრება კიდევ მეორე 5,000 ლარი, რაც მის ფინანსურ მდგომარეობას და ბუნებრივია მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ჩვენ ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი პროტესტანტის პროევროპული აქციების მონაწილე ადამიანების დაკავება. გუშინ საპროტესტო აქციაზე დააკავეს 3 პირი, მათგან ერთი არასრულწლოვანი ხელწერილი საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა ველოდებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოახდენენ კიდევ 2 პირის, ექიმი რამაზ ზოსიაშვილისა და ალექსანდრე რაზმაძის ეტაპირება. სწორედ მათ საქმეებზე უნდა იმსჯელონ მოსამართლეებმა, სავარაუდოდ ორივე მათგან შედავებიან გზის გადაკეტვას. ისინი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და როგორც უფლება-დამცველი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანენ. გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირზე მოხდა 3 პირის დაკავება, 3-დან ერთი იყო 16 წლამდე არასრულწლოვანი, რაც შესაბამისი რეაგირების შემდგომ იქნა განთავისუფლებული ღამევე, ხოლო დანარჩენი 2 პირი მოთავსებულია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში და დღის მანძილზე ველოდებით, რომ მოხდება მათი სასამართლოს სხდომების ჩანიშვნა. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო კვირების დაკვირვებით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ უკანონო კანონმა, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა, ვერ არ იმუშავა და უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზება. შეკრებისა და მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლების კანონების გამკაცრების შემდეგ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ 150-მდე პირი დააკავა. ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ მათი პროცესები მიმდინარეობს აქტიურად. მოსამართლეები ერთი მეორეს მიყოლებით უშვებენ პატიმრობაში იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დგანან.